ნამდვილად ის გამარჯვებული წავიდა ამ ქვეყნიდან და ბრძოლა არ დამთავრებულა და დარწმუნებული ვარ რომ როგორც ის გახდა ამ დიდი ბრძოლის სიმბოლო, ასევე ის გახდება ჩვენი გამარჯვების სიმბოლო, როდესაც ის დაბრუნდება საქართველოში. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო ფურცელი დაიწერა საქართველოს ისტორიაში ადამიანი, რომელიც იყო მუჰაჯირების შთამომავალი, ადამიანების, რომლებიც გააძევეს რუსეთის იმპერიის პოლიტიკის გამო საქართველოდან, რომელსაც არ მიცეს აქ დარჩენის საშუალება, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ რუსების დასაყრდენი კავკასიაში, ასევე თემურ ქათამაძეც მათი შთამომავალი გააძევეს ამ ქვეყნიდან და ეს არის ამ რუსული პოლიტიკის გაგრძელება. ახლა თემურ ქათამაძე იმყოფება თურქეთში, ის უკვე დაკავებული არის, ამ დროისთვის უკვე უნდა დაიკითხოს და შემდგომში ქალაქ ორდუში უნდა გადაიყვანონ. ამის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული იყო სასამართლოსთვის, ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მთელი ეს ინფორმაცია მოეპოვებინათ თურქეთის რესპუბლიკაში და ეცნობებინათ აქაური სასამართლოსთვის, მაგრამ არც ეს არ გაითვალისწინეს და იმაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, რომ სისხლით ქორწამდე ქართველის ადგილი არ დარჩა ამ ქვეყანაში. ერთი პატარა ადგილი არის შოვა იმისთვის, რომ თემურ ქათამაძეს ქონოდა საშუალება თავისი წინაპრების სამშობლოში დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ მას მართლაც უწყვეტი კავშირი ჰქონდა საქართველოსთან, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქართული კულტურისთვის, ქართული ენის გავრცელებისთვის, ქართული ისტორიის გავრცელებისთვის ჩვენებურებში, იქაურ ქართველებში და ასეთი დამსახურებული ადამიანი, რომელიც 90-იანი წლებიდან საქართველოში მოღვაწეობს. არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისთანაც მას კონტაქტი არ ქონოდა და თუ მის Facebook გვერდსაც გადაავლევთ, თვალს დაინახავთ, რომ ყველა გამოჩენილ მწერალთან ან საზოგადო მოღვაწესთან მას ჰქონდა ურთიერთობა, როგორებიც არის მაგალითად ფრიდონ ხალვაში, ზურაბ გორგილაძე და ასე შემდგომ. ანუ ამ ადამიანებთან ურთიერთობას შეალია მთელი ცხოვრება და აფუძნა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ქართული კულტურის, ქართული ენისა და ქართული საქართველოს ისტორიის გავრცელებით იყო დაკავებული და ყველანაირ პირობას აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ მას მიეღო საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მას ეს არ აღირსეს და ეს ოცნება არ შეუსრულეს. ბატონო აგაგი, რატომ ამოიჩემა ეს კაცი ასე ივანიშვილის რეჟიმმა? რა იყო ასეთი გამორჩეული, რის გამოც მას მართლაც არ მისცეს საშუალება მის მშობლიურ მიწაზე ეცხოვრა არაერთი მცდელობის მიუხედავად და რატომ ჩაუდგა ასე ჯიბრში, შეიძლება ითქვას, ასე შევაფასებდი მე პირადად პროცესს, რა თანმიმდევრობითაც მიყვა ამას ივანიშვილის სხვადასხვა უწყება. ეს კითხვა მაქვს თქვენდამი, თვითონ როგორ ხსნიდა ამ ამბავს, რატომ იყო ის ასეთი ამოჩემებული, შეიძლება ითქვას? როგორც უკვე გითხარით, 90-იანი წლებიდან მას, ანუ რა შედეგად საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას უწყვეტი კავშირი ჰქონდა თავის სამშობლოსთან, უამრავ პროექტს ახორციელებდა და ყველანაირი პირობა დააკმაყოფილა იმისთვის, რომ მას მიეღო საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა დაუსაბუთებლად, უკანონოდ მას არ აძლევდნენ მოქალაქეობას და ამის შემდგომ კი არ გაჩუმდა, არამედ აქტიურად დაიწყო გამოსვლების, საჯარო განცხადებებს აკეთებდა და ერთ-ერთი სიმბოლო გახდა ნამდვილად ბათუმის აქციების და ზოგადად ამ საპროტესტო აქციების, რაც ევროპაზე უარის თმის შემდგომ დაიწყო მანამდე რუსული კანონის დროს, ის უწყვეტად იდგა ამ აქციებზე და ერთ-ერთ სიმბოლო ჩამოყალიბდა ქართველი ადამიანი, რომელსაც საქართველოს დროშა ისე უყვარს, რომ მას არ შორდება და მუდმივად ის ამ სახით წარმოგვიდგებოდა ხოლმე. ეს იყო მთავარი მიზეზი. თქვენ იცით, რომ ის დააკავეს პირველადაც უკანონოდ, მე ყველა დაკავებას ვეწლებოდი აბსოლუტურად. პირველ შემთხვევაში ზუსტად ჩემ გვერდით იდგა, როდესაც დააკავეს 11 იანვარს. ეს ის დღე არის შეგახსენებთ, როდესაც ბზიამაღლობელი და სხვა რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს და რაღაც ნამდვილი ტერორი მოუწყვეს აქციის მონაწილეებს და ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, მათი მიზანი იყო მისი გაძევება. ორი უკანონო სასამართლო პროცესი ჩაუტარეს ამასთან ერთად და ადმინისტრაციული წესით, ასე ვთქვათ, ჯერ დააკავეს და ის კადრებიც, რომელიც გავრცელდა შემდგომ ჩემი გადაღებულად ჩემ გვერდით იყო, გამოსული კაცი მაშინვე შეაბრუნეს საკანში და გადაიყვანეს შემდგომში უცხოელთა იზოლატორში. ამ ყველაფრის მიზეზი არის ერთადერთი. მას არ აპატიეს საქართველოს სიყვარული, მას არ აპატიეს თავისუფლების სიყვარული, მას არ აპატიეს ის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებდა და ზოგადად ამ ხელისუფლების პოლიტიკა არის საქართველოს ქართველების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ათასობით არალეგალი არის ამ ქვეყანაში. აი თქვენ ჩემს უკან ალბათ ხედავთ ახალ მშენებარე კორპუსებს ბათუმში და აქ უნდა იცოდეთ, რომ ამ მშენებლობების 80% საქართველოს მოქალაქეებს არ ეკუთვნის. პრაქტიკულად შემოსული არიან არალეგალურად მუშაობენ
ბათუმელებს და ზოგადად მთელ საქართველოში თბილისში იგივე სიტუაცია არის. ართმევენ სამუშაო ადგილებს, კონკურენციაში შემოდიან და ამაზე არანაირი რეაგირება არ აქვს ახლა აწუკვე ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას პირიქით ამას ყველანაირად ახალისებს და ყველანაირად უწყობს ხელს და ამ დროს სისხლით ხოცამდე ქართველს, რომელსაც ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სურდა, არ აძლევს ამ ქვეყანაში გაჩერების საშუალებას. უსპობს ადამიანებს, ქართველებს უსპობს იმის საშუალებას, რომ საქართველოში ღირსეულად იცხოვრონ. ამიტომ არის რომ ემიგრაციაში გარბის ამდენი ადამიანი, იმიტომ რომ ტოტალური უიმედობა არის და ამ ხელისუფლების პოლიტიკა უნდა შევაფასოთ საქართველოს ქართველების გარეშე. ერთადერთი მიზანი აქვს მათ, რომ როგორმე პატრიოტი ქართველებისგან გაწმინდონ ქვეყანა და საუკუნოდ მართონ ის. ეს არის ერთადერთი მიზანი. მათი მეტი უბრალოდ არაფერი არ იკითხება მათ ქმედებებში და ყველაზე მთავარი თქვენ იცით რომ თემურ ქათამაძე გააძევეს ღამით გააძევეს როგორც რაღაც დამნაშავება, იმიტომ რომ ისინი დამნაშავედ ჩადიოდნენ.